იტალიაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მწერალი რუსკა ჟორჟოლიანი ჩვენ სიუჟეტში. მე გახლავართ რუსუდან ჟორჟოლიანი, 30 წლის, დევნილი აფხაზეთიდან. წლის ასაკში მოხვდი პირველად იტალიაში, ვახტანგ ესვენჯიას მიერ დაარსებული ასოციაციის პროექტის ფარგლებში, სადაც ცხოვრობდით 200-მდე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები, 3 თვით, ზაფხულობით და სადაც გავიცანით ჩვენი ახალი ოჯახები, სიცილიური ოჯახები და რომელთანაც დავამყარეთ საკმაოდ თბილი ოჯახური ურთიერთობა. შემდგომში 1996 წელს ვახტანგ ესვენჯიამ ქალბატონ მაია ლაგვილავასთან ერთად დაარსა იტალიური სკოლა, სადაც მოხვდი როგორც ერთ-ერთი მოსწავლე, ისევ და ისევ იტალიელების დახმარებით, რომელიც დაამთავრა 2002 წელს. შემდეგ სწავლა განმაგრძელა თბილისის ივან ჯავხიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა და შემდგომ უკვე გავამგზავრე საცხოვრებლად და სასწავლებლად იტალიაში, სადაც 4 წლის თავზე დაამთავრა ფილოსოფიური ფაკულტეტი და დღესაც მოღვაწეობ იტალიაში. წერდი, რაღაც ჩანახედებს ყოველთვის ვაკეთებდი, იტალიურადაც და ქართულადაც და საბოლოო ჯამში გადავწყვიტე გამომექვეყნებინა ჩემი იტალიურ ენაზე დაწერილი რომანი, რომლის სათაურია შენი აქ ყოფნა როგორც ქალაქი. რომანი საკმაოდ ისეთი კომპაქტურია, მაგრამ სამაგიეროდ საკმაოდ დახუნცლულია თემატიკით და პერსონაჟებით და ამ პერსონაჟების ინტერესებით და გრძნობებით, განცდებით. რომანის მოქმედება არის გაშლილი საბჭოთა კავშირის ისტორიის ფონზე. და რამოდენიმე პერსონაჟის ცხოვრება ერთმანეთს ენაცვლება, რამოდენიმე თაობის ცხოვრება ამ ფონზე იშლება. საქართველოს ისტორიის რამოდენიმე ეპიზოდიც არის ჩართული, განსაკუთრებით რევოლუციის პერიოდში, როდესაც საქართველოში მენშევიკური მთავრობა მოვიდა და საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა. ერთ-ერთი ეპიზოდი მაქვს ისტორიული ამოღებული. ეს არის დადაშგელოვანის ეპიზოდი, ჰეგელს ეძახდნენ, ფილოსოფოსი და პირდაპირ მაქვს ჩართული ამ ადამიანის ცხოვრების ეპიზოდი ამ რომანში. ერთმანეთს დაუახლოვე პუშკინი, დანტე და რუსთაველი. ეს 3 ბურჯი ამ 3 კულტურის წარმომადგენელი. ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია ამ რომანმა. პრესამ საკმაო აქცენტი გააკეთა ამ ზოგადად ამ ხარისხს, ამ რომანის ხარისხზე და დადებითი შეფასება მოყვა პრესის ფურცლებსა და ტელევიზიაშიც. საოცარი დებიუტი 30 წლის ქართველი გოგონასი, რომელიც პალერმოში ცხოვრობს და წერს პირდაპირ იტალიურად. ჩაინიშნეთ ეს სახელი და გვარი და მასზე აუცილებლად ისაუბრებენ. არაერთი მწერალია ჩვენს ლიტერატურაში, რომელიც აქ არ დაბადებულა, სხვა ენას მიეკუთვნება, თუმცა წარმატებულადაა გადმონერგილი ჩვენს კულტურულ ნიადაგში. რუსკა ჟორჟოლიანის შემთხვევა ამ მხრივაც გამორჩეულია. ამ წიგნის შექმნის ისტორიაზე მისი ორ ქვეყანას შორის გაყოფილი ცხოვრება მეტყველებს. მე ვარ ქართველი, რომელიც ცოტა იტალიელიცაა. მე ვეცადე რაღაცნაირად იტალიური და ქართული კულტურები ერთმანეთთან აი ასე შემეხამებინა. წიგნის რამოდენიმე პრეზენტაცია იყო უკვე, არ მარტო პალერმოში, სადაც ეს წიგნი გამოიცა, ჩემი გამომცემელი არის ერთი ახალბედა იტალიელი გამომცემელი, რომელმაც თავიდანვე მოიწონა ეს წიგნი, ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როდესაც უკვე თანხმობა განმიცხადა იმაზე, რომ აუცილებლად გამომიქვეყნებდა. დეკემბერში გაიმართა პირველი პრეზენტაცია პალერმოში, რომელსაც ესწრებოდნენ პალერმოს კულტურის წარმომადგენლები და მერიიდანაც დიდი გამოხმაურება მოიპოვა, ვინაიდან პალერმოს მერი ლეულუკა ორლანდო, მაშინაც მერი იყო, როდესაც ჩვენ პირველად ჩავედით იტალიაში და მისი დახმარებით მოხდა სხვათა შორის დევნილი ბავშვების დახმარების პროგრამის განხორციელება და შესაბამისად მისთვის ძალიან დიდი სიხარული იყო ის, რომ მე ბავშვი, რომელსაც ასე დამეხმარა თავის დროზე, მოვახერხე ის, რომ ამ პალერმოს საზოგადოებაში, კულტურულ საზოგადოებაში ჩავერთე და ამ ქალაქის კულტურული ცხოვრების ნაწილი გავხდი. შემდეგ რამოდენიმე პრეზენტაცია მქონდა სიცილიის სხვა ქალაქებში, რამოდენიმე ქალაქში, მათ შორის კატანიაში, სიცილიის მეორე დიდი ქალაქი. თარგმნელობით მუშაობასაც ვეწევი და მომავალშიც აუცილებლად განვაგრძობ ამ კუთხით მუშაობას.
ვეცდები რამოდენიმე ქართველი, ჩემი საყვარელი ქართველი ავტორების ნაწარმოებიც ვთარგმნო აუცილებლად. ვაპირებ მამარდაშვილზეც განვაგრძო ჩემი კვლევები, ვინაიდან ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც მამარდაშვილის ნაშრომებს იტალიურ ენაზე თარგმნის და აკადემიურ დონეზე სწავლობს. Con circa 1.700.000 abitanti, Tbilisi appare subito. ჩემმა იტალიელმა მშობლებმა, მეგობრებმა ყველაფერი იციან საქართველოს შესახებ, აფხაზეთის შესახებ, ქართული კულტურის შესახებ. პატარა ქართული კუთხეც გვაქვს პალერმოში, სადაც ჩვენი ამ ბავშვების, რომლებიც იქ ჩავიდნენ თავის დროზე და ახლაც იქ ვართ, ვიკრიბებით ხოლმე ქართულ საღამოებს ვაწყობთ და ვცდილობთ, რომ ამ ჩვენს იტალიელ მეგობრებს კიდევ უკეთესად გავაცნოთ ქართული კულტურაც, ქართული ტრადიციებიც, იგივე კულინარიაც, ეს ეთნიკური მომენტების, ელემენტებიც და ამას გარდა ვცდილობთ ინტელექტუალურ დონეზეც შევასწავლოთ ჩვენი ენაც, შეძლების დაგვარად, ჩვენი კულტურა განსაკუთრებული კუთხით დავანახოთ. ჩამოდივარ თითქმის ყოველ წელს, წელიწადში ერთხელ მაინც. მენატრება ჩემი ოჯახი, რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩემი აქ ცხოვრების განმავლობაში გვერდით მედგა, ჩემი მეგობრები, რა თქმა უნდა, ჩემი სკოლა, იტალიური სკოლა, სადაც ხშირად ვბრუნდები ხოლმე, როდესაც ჩამოდივარ, აუცილებლად ვაკითხავ ჩემს საყვარელ მასწავლებლებს. 16 წლიდან მოვიდა რუსკა ჩვენთან სკოლაში. იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოსწავლე სკოლაში, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, უზადოდ შრომის მოყარე. რუსკა გამოიარა ის ძალიან მძიმე პერიოდი, აფხაზეთის ომთან დაკავშირებული პრობლემები, სოციალური მძიმე პირობები. მიუხედავად ამისა, რუსკას ენთუზიაზმი არ დაუკარგავს, ის შრომის მოყარეობა არ დაუკარგავს, სიცოცხლისადმი სიყვარული არ დაუკარგავს. და მინდა გითხრათ, რომ იყო ნამდვილად არაჩვეულებრივი მოსწავლე. ჩვენთვის საამაყო გოგო დადგა. ამ ასაკში წიგნი დაწერო ქართველმა იტალიურ ენაზე, მე მგონი ნამდვილად ძალიან რთულია. რთული კი არა, თითქმის ალბათ მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და იტალიაში ესეთი აღიარება თვით იტალიელებისგან მიიღო. ეს მთელი საქართველოს წარმატება. ის რომ არის წარმატებული, ეს მართლა არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ იმ თავით, ესე იგი, ხონდა საოცრად, ესე იგი, კრეატიული აზროვნება, მისი წარმატება არის სწორედ მისი ამ უნარების და იმ დიდი შრომის მოყარეობის შედეგი, იმ დიდი რუტინული შრომის, რომელიც მას ძალიან ადრეული ასაკიდანვე, ამ სკოლის ასაკიდანვე ჰქონდა. ვიცით, რომ წინ შინაარსიანი და ძალიან საინტერესო ცხოვრება ელის, გვიამაყება და გვეიმედება ძალიან. როცა ჩამოდივარ, ვცდილობ სვანეთში წავიდე, ვინაიდან წარმოშობით სვანეთიდან ვარ და სახლი და კოშკი გვაქვს მესტიაში. და ვცდილობ აუცილებლად, რომ ჩავაკითხო ჩემს მამიდას, იმ ნათესაურებს, რომლებიც სვანეთში არიან. და არა მარტო იმიტომაც, რომ აფხაზეთთან უფრო ახლოს არის სვანეთი და იმ პერიოდს უკავშირდება, ვინაიდან აფხაზეთის ომის შემდეგ მეორე წელი მშობლების გარეშე, ბებიასთან და ბაბუასთან გავატარე სვანეთში. გაჭირვებულ პერიოდში, მაგრამ დიდარ გარემოში, ვინაიდან იქ ჩემი წიგნები მქონდა, იქ ვისწავლე წერა-კითხვა და აფხაზეთთან, ჭუბრხინჩთან ძალიან ახლოს გრძნობ თავს, როდესაც იქ ვარ და აუცილებლად ჩავდივარ იმ მხარეში. მუდმივად ვცდილობ ყველაფრის გაანალიზებას, რომ ჩავუღრმავდე ამ მოვლენებს, შევისწავლო ისტორიულადაც შევისწავლო და რაღაცა ახსნა მოუძებნო იმ ყველაფერს, რაც იმ პერიოდში აფხაზეთში დატრიალდა. ჩემს რომანში არის ელემენტები, რომელიც რაღაცნაირად ეხმიანება ლოკალურ ომებს, ეთნიკურ ომებს, იდენტურ გაუგებრობებს. კონკრეტულად აფხაზეთის თემა არ განმირცვია, ვინაიდან ჯერჯერობით ამისთვის მზად არ ვარ. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი ჩემი მასალა იყო სამომავლოდ, მომავალი რომანისთვის აუცილებლად. ადრე თუ გვიან ეს რომანი შეიქმნება და ამ რომანში იქნება ჩემი ყველა ის განცდა, რაც იმ პერიოდში გადავიდან. A Mestia, in Georgia. Ai 7 anni, quando il crollo. იტალიის რაიტრეშიც
პირველი კითხვა რაც დამისვეს ეხებოდა აფხაზეთის ომს და შემდეგ იმ შემდგომ მოვლენებს, რამაც ასე განსაზღვრა ჩემი ცხოვრება და ჩემი ერის ცხოვრება. ყველაფერზე ვესაუბრე, კონკრეტულ ფაქტებზეც ვისაუბრეთ, რა როგორ მოხდა, როდის მოხდა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან, როგორი დინამიკა არსებობდა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ჟურნალისტმა სხერფლის რაოდენობაც კი დაასახელა 10,000-მდე. და წუხდა იმაზე, რომ ეს ტრაგედია მსოფლიომ დაივიწყა, განსაკუთრებით გაზეთი ლა სტამპა წუხდა იმაზე, რომ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მსოფლიომ ერთი წუთით შეიცხადა და შემდეგ დაივიწყა ეს ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ კულტურის მოღვაწეები ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი დავიწყებას არ მიეცეს და პირიქით რაც შეიძლება მეტად გავამშყავნოთ და ამ ყველაფრით ჩვენი მომავალი შევქმნათ.